მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო. გადაცემა დარცი აჭარის ტელევიზიის ეთერში ისევ თქვენს ტელეეკრანებზეა. როგორც უკვე იცით, გადაცემა დარცი გასართობ შემეცნებითი გადაცემაა, სადაც საინტერესო ახალგაზრდები თავიანთ გამოცდილებას გვიზიარებენ. ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარია გაეროს მოდელირების პროექტის გამარჯვებული ალექსანდრე დოლიძე და ასევე დღევანდელი გადაცემის თანაწამყვანი. რატომ თანაწამყვანი? ამას უშუალოდ გადაცემაში გაიგებთ. ჩვენ უკვე შევხვდით ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარს, გამარჯობა ალექსანდრე, ძალიან დიდი მადლობა რომ დაგვეთმე დრო. გამარჯობა, მადლობა თქვენ პირველ რიგში მოწვევისთვის. სანამ გადავიდოდეთ ჩვენი გადაცემის მთავარ თემაზე, საქართველოს უმძიმესი დღეები გაიარა. როგორც წუხილი, ისე სიხარული, წუხილი იმიტომ რომ დავკარგეთ ჩვენი პატრიარქი და სიხარული იმიტომ რომ ამ დღეებში საქართველოს რაღაც საუცხოოდ გაერთიანდა და აი შენს განცდებზე მოგვიყევი, როგორც გიმნაზიის მოსწავლე ალექსანდრე. მინდა მთლიან საქართველოს უსამძიმრო. მართლაც უდიდესი სიწმინდე დავკარგეთ ქართველებმა, თუმცა მე ვთვლი რომ ილია მეორე სადაც არის იქ მაინც გააგრძელებს ლოცვას ჩვენთვის და მაინც ჩვენთან იქნება. ახლა დავუბრუნდეთ ჩვენს მთავარ თემას. შენ გახდი გაეროს მოდელირების პროექტის გამარჯვებული და პირველ რიგში მოგვიყევი ამ პროექტის შესახებ. შემდეგ გვითხარი რა კომიტეტს და ქვეყანას წარმოადგენდი და გაგიჭირდა თუ არა როლში შესვლა. პროექტს ხელმძღვანელობდა არაფორმალური განათლების ასოციაცია. ჩემი პირველი გამოცდილება იყო ეს, შესაბამისად რთული იყო როლში შესვლა, წარმოადგენდი საფრანგეთის დელეგაციას, კერძოდ უშიშროების საბჭოში. როდესაც დელეგატი წარმოადგენს რაღაცა დელეგაციას, ის წარმოადგენს მთლიან ქვეყანას. შესაბამისად რთულია იმ პოზიციაზე დადგომა, როდესაც გამოუცდელი ხარ. მაგრამ დროთა განმავლობაში შევეჩვიე გარემოს ხელმძღვანელებთან და ორგანიზატორების დახმარებით. ახლა მაინტერესებს რა იყო შენთვის ყველაზე რთული გაეროს მოდელირების პროცესში, ამ მთლიან პროცესში? ჩემი აზრით ყველაზე რთული მომენტი იყო გამოკვლევის პროცესი. იმიტომ რომ აკრძალული იყო კატეგორიულად ხელოვნური ინტელექტის გამოყენება, შესაბამისად უნდა გამოგვეყენა ოფიციალური წყაროები. შენ გახდი ამ პროექტის გამარჯვებული და მაინტერესებს, როდესაც გაიგე შენი სახელი, როცა გამოაცხადეს, აი რა ემოციები იქცენი, აი პირველი ემოციები გაგვიზიარე? როდესაც გამომაცხადეს, ძალიან ბედნიერი ვიყავი ამ ყველაფრით. რაღაც დროის განმავლობაში არც საერთოდ არ მჯეროდა ასეთ დიდი ბედნიერება. მაგრამ საბოლოოდ მივხვდი რომ ის ყველაფერი რასაც ადამიანი შრომობს და თავის სულს და გულს დებს, ყოველთვის დაუფასდება ცხოვრებაში. ნამდვილად გეთანხმები. რა იყო ამ გამარჯვებაში შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ტიტული, გამოცდილება თუ საკუთარი თავისთვის რაღაცის დამტკიცება? მინდა გითხრათ რომ ერთი მეორეს არ გამორიცხავს, თუმცა ჩემი პირველადი და მიზანი იყო გამოცდილების მიღება და ამის შემდგომ უკვე თავის დამკვიდრება საზოგადოებაში. რა უნარები გეხმარება მსგავს პროექტებში? ჩემი აზრით უმნიშვნელოვანესი უნარებია ადაპტაცია გარემოზე, ნებისყოფა და შრომის მოყვარეობა. ახლა მაინტერესებს, როგორ ამზადებდი შენს არგუმენტებს, აი მომავალ დელეგატებს რა რჩევას მისცემდი? როგორც უკვე აღვნიშნე, ურთულესი იყო თვითონ ამ როლში შესვლა. შესაბამისად, უნდა იყო თავდაჯერებული. თავდაჯერებულობა კი მოდის თვითონ ცოდნიდან გამომდინარე. შესაბამისად, ჯერ დელეგატმა უნდა იმუშაოს საკუთარ თავთან და დააჯეროს, რომ სასირცხლო არაფერი არ არის, რომც არ გამოუვიდეს, მთავარია თავისი მაქსიმუმი ჩადოს. შესაბამისად, ჩვენ მოგვეცა გზამკვლევი, სხვადასხვა პუნქტებით იყო მოცემული. ამ პუნქტების გარდა მე მოვიძიე დამატებითი ინფორმაცია, რათა მქონოდა მეტი არგუმენტები და ყველანაირ დებატებში ჩართულიყავ. მაინტერესებს შენი აზრი, რატომ არის ახალგაზრდებისთვის ესეთი პროექტები ძალიან მნიშვნელოვანი? გამოცდილებიდან გამომდინარე. მსგავსი პროექტები ბათუმში ძალიან ცოტაა. იმ გამოცდილებით, რაც მე მოვიპოვე გაეროს მოდელირებაზე, საფუძველი ჩავუყარე ჩემ სამომავლო გეგმებს. კერძოდ შევიძინე ის უნარები, რაც გამომადგება სამომავლო პროფესიის არჩევაში და დამეხმარება ჩემი ინტერესის მოძიებაში. ხო, აი შენს რაღაცა ინტერესის სფეროს მოგვიანებით შევეხებით და პროფესიას. მანამდე მაინტერესებს, აი თუ გქონია ამ პროცესში ისეთი მომენტი, როდესაც გაგიკვირდა, რომ აი ამას თუ შევძლებდი არ მეგონა საერთოდ და თუ აღმოაჩინე რაიმე ისეთი უნარი, რაც საერთოდ არ გეგონა რომ გქონდა. მინდა გავიხსენო ერთ-ერთი მომენტი, კერძოდ სესიის მსვლელობისას. სტრესულ გარემოში თითქოს სიტყვებს ვეღარ პოულობდი,
მაგრამ საბოლოოდ ვიპოვეთ ძალა, რათა გამეგზელებინა დებატები და დავიბრუნეთ თავდაჯერებულობა. სწორად აღნიშნე, ვფიქრობ, რომ ყველაფერთან ერთად, გამოცდილებასთან ერთად ძალიან სტრესული გარემოა ზოგადად გაეროს მოდელირების პროექტებზე, იმიტომ რომ იმდენად დაძაბული დებატები მიდის, რომ რთულია ამ სტრესს რაღაცა არ აყვე და მართლა ეგ არის ალბათ ყველაზე დიდი გამოცდილება, როდესაც ამ სტრესულ გარემოს უმკლავდები. რომ არა ეს გამარჯვება, მაინც რას ჩათვლიდი შენს პირად გამარჯვებად ამ პროექტში? რომ არა ეს გამარჯვება, მე ვთვლი, რომ როგორც უკვე ვახსენე დასაწყისში, ჩემი პირველადი მიზანი არ იყო სრულად გამარჯვება, ეს იყო გამოცდილების მიღება, შესაბამისად ჩემ თავთან იმის დამტკიცება, რომ მე შემიძლია ასეთ გამოწვევებს გავუმკლავდე, დიდი მიღწევა ჩემ ცხოვრებაში. ძალიან დიდი მადლობა. ახლა ცოტა გავცდეთ გაეროს მოდელირების პროექტს და გვესაუბრე უშუალოდ შენს თავზე. მაინტერესებს შენს სხვა ინტერესებზე, რას გვეტყვი, რა ინტერესები გაქვს? ყოველდღიური ცხოვრება როგორი არის? აკადემიურ განათლებას რო გავცდეთ, ასევე დაკავებული ვარ სპორტით, დავდივარ კალათბურთზე და ვსწავლობ ონლაინ კურსების საშუალებით პროგრამირებას. აჰა. მაშინ აქვე ჩაგეკითხები მომავალ პროფესიაზე, ანუ არ უკავშირდება რაღაც საერთაშორისო ურთიერთობებს, პოლიტიკას, დიპლომატიას. თუ მაინც ფიქრობთ მომავალში რაღაც დოზით შევეხებით ამ პროფესიებს? გაეროს მოდელირებამდე, ესე ვთქვათ, ჩამონათვალში, მისის ჩამონათვალში ჩემ სამომავლო პროფესიებში საერთოდ არ შედიოდა პოლიტიკა. მაგრამ, ესე ვთქვათ, გარდატეხა მოახდინა და სანამ საბოლოოდ ჩამოვყალიბდები, მაინც მივიჩნევ, რომ შეიძლება ამ საერთაშორისო ურთიერთობებს გავუყვე. აჰა, აი რატომ არის ესეთი პროექტები ძალიან მნიშვნელოვანი ახალგაზრდებისთვის, იმიტომ რომ რაღაც მაინც დაგაფიქრა მომავალ პროფესიაზე. რა სფეროები გაინტერესებს ალექსანდრე, მოგვიყევი ამის შესახებ უფრო ცვლად? ბავშვობიდანვე, ესე ვთქვათ, ინტერესი მქონდა ტექნოლოგიებისადმი, ასევე როდესაც კითხულობდი წიგნებს ან ბიზნესმენების შესახებ, სულ მინდოდა რომ რაღაცა დიდი ბიზნესი შემექმნა და მიმართა და ძალიან საინტერესოდ მივიჩნევ ამ ორ სფეროს, ესე ვთქვათ, შერწყმას. წარმატებებს გისურვებ აქვე. სად ხედავ და როგორ ხედავ საკუთარ თავს 5 წლის შემდეგ, თუ გაქვს წარმოუდგენელი დაახლოებით მაინც რაღაცა მონახაზი? ყოველთვის ვოცნებობდი ამერიკაში გამგზავრებაზე და სწავლაზე. შესაბამისად, 5 წლის შემდეგ წარმოვიდგენ თავს უცხოეთში და მიღებული ცოდნით უფრო მეტად გამოვადგები საკუთარ ქვეყანას. ძალიან კარგი მიზნებია, დიდი მიზნები გვაქვს ესე კი. წარმატებებს გისურვებ აქაც და ბოლოს აი უფრო ახლოს ამავე გეგმებზე ხარ გვესაუბრებოდი, თუ გაქვს რაღაცა ისეთი, თუ საიდუმლო არ არის, რა თქმა უნდა და გაგვიზიარებ. საიდუმლო ნამდვილად არ არის, მინდა რომ სრულიად ფლობდე პროგრამირებას და ვიპოვო ის მართლა სამოვალო პროფესია და ჩემი თავი ვიპოვო მოკლედ. მაინტერესებს სხვა ინტერესი ხო არ გქონია, თუნდაც წარსულში რაღაც ხელოვნების მიმართულებით? ბავშვობაში დავდიოდი ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მუსიკალურში 5 წლის განმავლობაში, თუმცა სერიოზულად არ ვუყურებდი, რასაც ძალიან უნანობ და სამწუხაროდ არაფერი არ მახსოვს იქიდან. კარგია გულწრფელები რომ ვართ. ახლა ხო არ რაღაც ხმივ მაინც ხო არ ვეხებით ხელოვნებას, შემთხვევით ეგეც მაინტერესებს. ფორტეპიანოს კი შევეშვი, მაგრამ გიტარის სწავლება დავიწყე, თვითონ სწავლობდი ვარ და ესე ვთქვათ, გუნების განეიტრალებისთვის ყველაზე კარგი საშუალებაა, რაც არ უნდა გადაღლილი ვიყოს, სულ ხასიათზე ვარ, რომ ესე ვთქვათ დავუგა. ძალიან დიდი მადლობა. ჩვენი ფორმალური ნაწილი აქ ამოვწურეთ. ახლა გადავდივართ არაფორმალურ ნაწილზე, ბლიც კითხვებზე. სიტყვა, რომელიც ყველაზე კარგად გახასიათებს შენი აზრით? ალბათ შრომის მოყვარე. ზებუნებრივი უნარებიდან რომლის ქონას ისურვებდი? ანუ რაღაც ფრენა, ტელეპათია, ტელეპორტაცია. საინტერესო იქნებოდა ტელეპორტაციის უნარის. კი, დროს ნამდვილად არ დავკარგავდით. რა გაღიზიანებს ყველაზე მეტად ადამიანში? უინტერესოა. ვინმე ვინც ჩემთვის ძალიან საყვარელია და უკვე აღარ არის ცოცხალი გამოჩენილი, თუნდაც წინა საუკუნიდან, ვისთან ისურვებდი შეხვედრას? ალექსანდრე მაკედონელთან. და ბოლო კითხვა, ღმერთთან შეხვედრის საშუალება რომ მქონდეს, პირველი რას ეტყოდი, ან რას კითხავდი?
იცით, აქამდე მიფიქრე ამ კითხვაზე და იმ პასუხამდე მივედი, რომ არანაირ კითხვას არ დაუსმენდი, უბრალოდ მისი დანახვაც უკვე ბევრს ნიშნავს ჩემთვის და ის სხვა კითხვები რაც არის, ეს ცხოვრების მსვლელობისას მიიღებ პასუხებს. ამიტომ წინასწარ ცოდნა ინტერესს უკარგავს ცხოვრებას. როგორც მივხვდი, ძალიან ბევრი ინტერესის სფერო გაქვს, რასაც დრო სჭირდება და აი მაინტერესებს ოჯახის როლზე რომ გვესაუბრო. ხო არ ქონია მშობლებს ოჯახის რომელიმე წევრს რაიმე გადამწყვეტი როლი შენი მომავალი პროფესიის არჩევაში. რა იმორჩევები ხო არ აქვთ, რა პროფესია უნდა აირჩიო სამომავლოდ და აი ამაზე გვესაუბრე საბოლოოდ შენი ოჯახის როლზე. მკვეთრიზე გავლენა არცეთ, ესე ვთქვათ, ოჯახის წევრს არ ქონია, მაგრამ ქონიათ რაღაცა რჩევები, მაგალითად, მამას ყოველთვის უნდა რომ არქიტექტორი გავხდარიყავი. დედას კი წარმოუდგენია ჩემი თავი როგორც ქირურგი, რაც ამატებული ქირურგი. შესაბამისად, საბოლოო გადაწყვეტილება მაინც ჩემზე რჩება, თუმცა რჩევის და დახმარების შემთხვევაში ოჯახი ყოველთვის დამდგება გვერდში. ძალიან დიდი მადლობა ალექსანდრე, რომ დაგვითმო დრო კიდევ ერთხელ. წარმატებებს გისურვებ ყველა სფეროში, ყველა მიმართულებით და მინდა გაგიზიაროთ, ეს გადაცემა არის ამ სეზონის ბოლო გადაცემა და საკმაოდ ემოციური არის თან. მინდა კიდევ ერთხელ ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადაუხადო აჭარის ტელევიზიას, ასევე ჩვენს ოპერატორებს, ასევე ჩემს თანაწამყვანებს საბას და აჩის და ყველა საინტერესო სტუმარს, რომელიც ამ პერიოდში ყოლია გადაცემაში. ძალიან დიდ მადლობას გიხდით. მართლა რაღაც საოცარი გამოცდილება იყო ჩემთვის და ამის გაზიარება უცებ მომინდა. რომ გწოდნოდა, რომ ეს არის ბოლო სეზონის გადაცემა. სეზონის ბოლო გადაცემა. მეც დიდი ხანია თვალს ვადევნებ დარცის გადაცემას და როგორც ვიცი, ბოლო გადაცემებზე კითხვებს უსვამენ წამყვანსაც და თუ შეიძლება რომ ეს კითხვები დაგისვამ, საინტერესო იქნება მაყურებლისთვისაც. ვაი, ესე კი ტრადიცია არ დავარღვიეთ, მაინც ესე გამოვიდა. არ დავარღვიეთ. რა თქმა უნდა, გისმენ მე აქ ვარ. პირველ რიგში მაინტერესებს თუ როგორ გაჩნდა თვითონ იდეა ამ გადაცემის შექმნისთვის. ესე კი დავიწყოთ სულ თავიდან. უკვე მესამე წელი სრულდება, რაც ამ გადაცემის წამყვანი ვარ. თავიდან აჭარის ტელევიზიამ გამოაცხადა კონკურსი, სადაც ავტორებმა გაიმარჯვეს, მოკლედ გასართობ შემეცდაფითი გადაცემის კონკურსი იყო და მიმიწვიეს გადაცემის წამყვანად და აი ესე მოვდივარ იმის შემდეგ უკვე მესამე წელია დარცის ერთგულ წამყვანად. რა შეცვალა ამ გადაცემამ შენს ცხოვრებაში? ძალიან ბევრი რამ. არ ვიცი, ალბათ უფრო თავდაჯერებული გავხდი. რაც ყველაზე მთავარია, ძალიან ბევრი საინტერესო ახალგაზრდა გავიცანი, მოვისმინეთ თავიანთი დამსახურებების შესახებ. და ჩვენი გადაცემა სეზონების მიხედვით იცვლებოდა ფორმატი. პირველი იყო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე იყო გადაცემა და შენობებზე. მეორე სეზონი უკავშირდებოდა ქუჩებს, რომელი ქუჩავის სახელობის იყო და არის და მათ ისტორიებზე ვისმენდი და მესამე ყველაზე მნიშვნელოვანი საინტერესო ახალგაზრდებს ვიცნობდი და არ ვიცი ამ 3 წლის განმავლობაში ყველაფერი ერთად ვისწავლე და მართლა ძალიან ბევრი გამოცდილება დავაგროვე და ძალიან ბევრი რაღაც შეცვალა ჩემს ცხოვრებაში გულწრფელები რომ ვიყოთ ამ გადაცემამ. რა იყო ყველაზე რთული ნაწილი, რასაც მაყურებელი ვერ ხედავდა? ხო, ესე გამორჩეულად რთული არაფერი არ ყოფილა, თუმცა მაინც შედარებით რომ ვთქვათ, ალბათ სტუმარზე საკმარისი ინფორმაციის ბიოგრაფიის მოძიება, თუმცა იმდანაც საინტერესო და სასიამოვნო იყო ეს პროცესიც, რომ არ ვიცი, რთულს ვერ დავარქვევ, თუმცა რადგან შედარებითია ყველაფერი, მაინც ამას გამოვარჩევთ. რა მოგენატრება ყველაზე მეტად გადაცემით? ალბათ ისე ახალგაზრდებთან, საინტერესო ახალგაზრდებთან ურთიერთობა. ამ გადაცემას ერთი მთავარი მესიჯი რომ გქონოდა, რა იქნებოდა? გადაცემას ქვია დარცი. დარცი არის თამაში, სადაც დაფაზე ის რით ვიმისნებ მიზანში უნდა მოვარტყა მოკლედ და სიმბოლურად ჩვენი გადაცემის სლოგანიც ის არის, რომ რაც მთავარია მიზანი უნდა დაისახო და ამ მიზანს უნდა მიაღწიო და სწორედ ალბათ ეს იქნებოდა მთავარი სათქმელი ამ გადაცემის უკვე მესამე წელია. კამერის მიღმა როგორი ხარ რეალურად? ალბათ პერფექციონისტი, ანუ მიყვარს და მინდა რომ ყველა არ ვიცი მიზანი რაც მაქვს, მაქსიმალურად გავაკეთო ყველაფერი და ვფიქრობ რომ დიდად განსხვავებული არ ვარ, რაც კამერაში ვარ, ის ვარ კამერის მიმართ. არ ვიცი. მადლობა პასუხებისთვის.
დიდი მადლობა ალექსანდრე, რაღაც საინტერესო იყო, მაინც არ გადავუხვიეთ ტრადიციას, ასე გამოვიდა. დიდი მადლობას გიხდი, რომ იყავი ჩვენი გადაცემის სტუმარი და ამავდროულად თანაწამყვანი და წარმატებებს გისურვებ. მადლობა. და ძვირფასო მაყურებლებო, ჩვენ კი გემშვიდობებით ჩვენ სტუმართან ერთად, თუმცა ჩვენ თვალი გადავავლოთ წინა სეზონების საინტერესო კადრებს. მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო. გადაცემა დარცი ისევ აჭარის ტელევიზიის ეთერში თქვენს ტელეეკრანებზეა. სხვანაირი ტექსტი გაქვთ. მაიცა, მარტო მე ვარ ახლა. ჩვენი როგორ მაქვს? აქ რაღაც ამოწაული. და დამღალა, გადაიპარს. დარცი გასართობ შემეცნებითი გადაცემაა, სადაც ჩვენი თანატოლები ამეცე ტონი. ამ ცხოვრებამ ვერ დამიგო. ძმები ნობელების სახელობის ტექნოლოგიური მუზეუმი განთავსებულია იმ სივრცეში, სადაც მე-19 საუკუნის 80-იან წლებში 1917 წლამდე ძმები ნობელების ნავთობსამრეწველო ამხანაგობის სამუშაო ოფისი, იგივე ბათუმის კანტორა იყო განთავსებული. ლარო ჯიგო, თავიდან. ნიკოლოზ ფიროსმანიშვილი დაიბადა 1856 წელს. რანაირად თქვი? საღამომშვიდობისა ერთგულ აპოლო მაყურებო დავიდა. მაგას ჩაგისვამ. ვიც უფრო მეტ ქულას დააგროვებს, იმას ექნება, რომ საშუალება რომ გამოიყენოს დახმარება, ანუ პასუხს აი, გაიგეს, აღარ უნდა წავედ პირადად. ხინავს, ნია. ვერ გამიგესაბა. ისტორიკოსთან ნაწილის აზრით და ელოდება, როდის შემეშლება. ახლა ჩვენ წავალთ და ვნახავთ, რამდენად კარგად იციან ბათუმელებმა ნოდარ დუმბაძის შემოქმედება. ცოტა ბუნებრივად რო ვთქვათ, ქუჩის გამოგითხა. წავედით. არა ბუნებრივად რა ვთქვი, ისე მაინდა. გორია მოგწონს ჩვენი გადაცემა? კიო, მოწონს. კი, ამას მოვეწონე. ბათუმის და უკრაინის ბათუმელებისთვის და ქალაქის სტუმრების. ანჭი! სიგალენა მოახდინა ნიაზე. Wait. წარბები. კი ზამიდგა, ვისორო წარბი. всё. თავიდან. სიმღერას როგორ მიშლი? თუ ყველა სიტყვაზე რომ რაღაც სიმღერა ახსენდება, აი ეს არის ყველაზე რა? სუმპი. თქონდა? ნია. მეც ნია უფრო მოწეს. ჩემ ფოტოყენია ვორჩილზე. ჩემ დამაჯაბა, მე ნია ვარ. მოგესალმებით, მე სობა. ჩვენი გადაცემა გასართობ შემეცნებით. და დარციკვია. ახლა ვარში რა დავიჯო ჩემ და სამოგზაურო ადგილი. წავედით.